ძიაშოთა, თქვენ ერთი წუთით თქვენი აზრით, თქვენ მიერ გაკეთებულ ეკლესიაში დაახლოებით მრევლი რამდენი კაცი დაეტევა სალოცავად? მე მინდა გავაკეთო ეხლა ისეთი ეკლესია, რომელსაც ეყოფა ერთი მეშოკი ცემენტი. პატარა გინდა რომ გააკეთო? პატარა, რომ დაუმტკიცო. ხო. რომ ჩემი იდეა შეიძლება გავაკეთო აგურით თუ გავაკეთებ ცოტა რთულია და დახმარება დამჭირდება. მე შემიძლია გონებით ვიმუშაო, მაგრამ ფიზიკურად არა. ფიზიკურად აღარ შევძლებ. ვიდადიან ძალიან რაღაც ვიღლები. ძიაშოთა, ჩვენთან რომ მოდის ხოლმე მამა დავითი, იმას რომ ვთხოვთ პატარა ბიჭები რომ აყავს. აი ეგ მინდა. მე მოვიფიქრე და განცხადებაც დავწერე, ესეთი იყო იქა ჯანმრთელობის კი არა. განათლების სამინისტროშია 3 თვეა შეტანილი იქა. და პასუხი არ მიგიღია. დაბლა შეგდებული ეცობა. ეხლა ამის ზემოდან მაქვს ტრუბა გაკეთებული, ზეგზამთარ ზაფხულ ნახატი ყვავილია. ნახატი რატო ხომ არის ყვავილები მარადმწვანეც? არა, არ მინდა. არ გინდა? არა, იმიტომ რომ ეგენი ხმება, ფუჭდება და ეს რკინისა. ხო, მივხვდი. და შეღება მერე და გააფერადე? და მივაც არის. გავიგე. აი ეგეთები იყიდება ხოლმე რომ. ძიაშოთა, იყიდება კი არა. აი ეს მილს რო აკეთებთ ამას, აი აქ ხო კეთდება ალმატურას რო ეძახიან წვრილი რკინები როა. კარგი ხელოსანი იმითი აკეთებს ესეთ ყვავილებს ალმატურით. და მიასვარკავენ ამას, მიადუღებენ. არ ვიცი. და მერე შეღება ზოგს წითელად, ზოგ მწვანედ, ხო? როგორც თქვენგან მე მოველოდი შევადარიგება. ხო. ისე იმადიანად შევადარიგება. დიახ. ამათი გამოცდილება მეტია. დიახ. კი ბატონო. რას მეწვია? აი ამ ტრუბაზე მინდა ჩამოვკიდო კანთელი. რომელიც დღე-დღე იქნება ანთებული გაზი. გაზი? კანთელის გაზით ანთებულობა, რა ვიცი. მუდმივი გაზი იქნება. ხო, მესმის, მაგრამ კანთელის დანიშნულება ხო ის არის, რომ ზეთში დებენ იმას, რა ქვია, ბამბის ძაბს და უკიდია. არ არის ჭრაკი. არა, ჭრაკი. ეგ არის მიცვალებულებზე. ხო. ეკლესიებში ანთებენ. და ვინაიდან ამდენი ჩვენ ზეთი არა გვაქვს, რომ მოდივმართოთ, ყველაზე იაფი არის გაზი. კი ბატონო. გაზი მოდივმართ ანთებული იყო. დღე-დღე. და თუ უჭირთ იმდენი გაზი მოანთებენ. ხო. აი შეუდიან ანთონ მაშინ როცა დღესაც. კი ბატონო. აი ასე.